დიქტატურა ჩამოაყალიბა დღეს საქართველოში თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ დამყარდა ივანიშვილის დიქტატურა. დიქტატორი ივანიშვილი ყველანაირად საზღარი მეთოდებით აი სასაცილოთაც არ მყოფნის, როცა ახსენებენ წინა ხელისუფლების სისხლიან წლებს, შედარებაც არ შეიძლება აბსოლუტურად. ყველა ძალადობას ვერ მიჩნები, ყველა ძალადობას ვერ მიჩნებით ქართველი ხალხი. მილიონამდე იმიგრანტი აქცია ივანიშვილმა, მილიონი მასა წარმოიდგინეთ, საქართველოში 3 მილიონიანი ქვეყანა, მილიონი ადამიანი წამოვიდა 12 წლის განმავლობაში ქვეყნიდან. ეს რამხელა რიცხვია. თუ რეჟიმი დარჩება, ჩათვალეთ რომ ქართველები რამოდენიმე წელიწადში აი თითზე ჩამოსათვლელი, ყველა კუთხეში დავიწყებთ ერთმანეთის პოვნას და ძებნას. ახალგაზრდობა ჩვენი როგორ იბრძვის იქ და ქუჩებში ამ პატარა ბავშვებს, რომელსაც უნდა ევროპული მომავალი, ქუჩებში დასდევენ, სასტიკად უსორდებიან. ეს კრიმინალების ბანდა, რომელიც მოაჩნდა 12 წელი ხელისუფლებას. ეს ხო უნდა დამთავრდეს და ყველა ემიგრანტის ვალია. მიუხედავად იმისა, ჩვენ ძალიან ბევრს აკეთებთ თქვენ, ჩემო მეგობრებო, ჩემო ემიგრანტებო, სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიმოფანტულო ქართველებო, იმისათვის რომ საქართველოს შიმშილს გადაარჩინეთ ნამდვილად. ეს გმირობის თვალსაზრისია, ვინც არ იცის ეს, ვინც ვერ ხვდება ამ ყველაფერს. ძალიან ცუდია ის, ყველა ქართველმა საკუთარ გულებში, ყველა ემიგრანტმა ჩაიხედოს, ყველამ საკუთარ გულებში თუ რა მოუტანა რეჟიმმა ყველა დროში, მნიშვნელობა არ აქვს. ვინც ძალადობდა ქართველ ხალხზე, ვინც აღუდგა წინ ძალადობრივი მეთოდებით დაამყარა დიქტატურა და ყველაზე მეტი დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა ზუსტად ივანიშვილის რეჟიმმა, რომელიც 1000 დაპირებით მოვიდა და რა ქნა, მილიონი ადამიანი ქვეყნიდან გააქცია. დაპირებაში არ ვილაპარაკებ, საერთოდ არ უნდებ ხარ ქართველ ხალხს, ივანიშვილო, წადი რა მშვიდობიანად, ნუ დაღვრი ქართველებისთვის. იმდენს აკეთებს უსული იმპერიალიზმი ბოლო წლების საუკუნეების მანძილზე. წარმოიდგინეთ, 3 მილიონი ქვეყანა ერთმანეთს დაგვაპირისპირა, ერთმანეთს დააპირისპირა ქართველს და ხვალდაზე არ გამოვრიცხავ ჩვენ არაფერს. ძმათა შორის სისხლის მსხვილი ომი კიდე გაჩაღდეს და დამერწმუნებით რომ ასე ღმერთთან უხრას ეს დღე. 3 მილიონი ვარ, წარმოიდგინე, ეს უნიჭიერესი, ულამაზესი თაობა მოდის, მერე როგორები, როგორი ლამაზები, როგორი ჭკვიანები, მსახიობები, რომლებიც აი ყველას გვახსოვთ ტელეეკრანებიდან, თავები დაუხეთქეს ხალხს და ივანიშვილის პირდაპირ პოლიცია ხელს აფარებს კრიმინალებს ქუჩაში და ეს ავადმყოფი მეზიზ აი ეს ქალაქი დუსელდორფი, აი ეს უნივერსიტეტი დაამთავრა კობახიძემ ამ ნაგავმა და წარმოიდგინე რომ გამოდის და როგორი ირონი დამცინავად, როგორი ელაპარაკება საკუთარ ხალხს. დაყოფილი აქვთ, ეს ჩვენა ვართ ყველაფერი, ჩვენ გავაკეთეთ ყველა, ის კი არა რომ მოურიგდეთ ხალხო, კბილად ერთმანეთს ხელი ჩავკიდოთ, დავაბრუნოთ ემიგრანტები ბოლოს და ბოლოს, გადაშენების პირას არის ერი, გადაშენების პირას ვართ ქართველები. მარტო ივანიშვილებს უნდა, კობახიძეებს და ღარიბაშვილებს და კალაძეებს საქართველოს. ძის რეჟიმი! ძის ივანიშვილის დიქტატურა! ძის ივანიშვილის დიქტატურა! გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს საქართველოს! ემიგრანტებო, ყველა ქვეყნიდან ძალიან მინდა რომ ფეხზე დავდგეთ ყველა. ფეხზე დავდგეთ და დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო. ის არასოდეს დამბრუნდება რუსეთში. არასოდეს. ჩვენ ილიას ქვეყნიდან ვართ. ჩვენ ექვთიმეს ქვეყნიდან ვართ, ჩვენ შოთას ქვეყნიდან ვართ და ბოლოს გიორგი ამაგარი ბიჭის, გიორგი ანწუხელიძის ქვეყნიდან ვართ ჩვენ ხალხო. ჩვენ როგორ შეიძლება რომ დავაბრუნოთ იმპერიალიზმში საქართველოს ჩვენი ძირძველი მიწა-წყალი. დიდი მადლობა. ყველას ვთხოვთ, ყველა ქვეყნიდან ემიგრანტებს დავირაზმოთ და მე მოუწოდებ ყველა ბიზნესმენს, რომელიც ცხოვრობს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. თქვენ შეგწევთ იმის ძალა, რომ ჩარტერული რეისები დანიშნოთ. ჩვენ მსადა ვართ ემიგრანტები, რომ წამოვიდეთ ქვეყანაში. ჩვენ ქვეყანაში წამოვიდეთ და კეთილინებეთ. ჯიბეზე ხელი გაისევით და დააყენეთ ყველა დიდ ქალაქში რეისები თვითმფრინავების ემიგრანტების რევოლუციას გამოვაცხადებთ ძალიან მალე.
ძალიან მალე ეს იქნება ივანიშვილის დასასრული. ყველაზე მაგრად რისიც ივანიშვილს ეშინია, ეს არის ზოლეთ ემიგრაცია. მე თქვენ ყველა მიყვარხართ, ყველას პატივცემთ. ყველა ერთმანეთს ხელით ჩავყიდოთ და ჩვენ ქვეყანას მივხედოთ. დიდი მადლობა ევროპას, დიდი მადლობა ცივილურ სამყაროს, მაგრამ ჩემი ევროპა და ჩემი ცივილური სამყარო არის ჩემს ქვეყანაში, ჩემს საქართველოში. გაუმარჯოს საქართველოს ხალხო! გაუმარჯოს საქართველო! დიდი მადლობა.